პოლონეთის ელჩი სკანდალურ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმილით ხვდება. დიპლომატიური უწყება არ განმარტავს, რატომ გადაწყვიტეს პარტნიორი ქვეყნის მეგობრულ რჩევაზე პასუხი მოეთხოვათ და მისთვის საყვედური ეთქვათ. საბჭოთა ტირანის მუზეუმის გამოდაწყებული უთანხმოება და ამ საკითხზე საგარეოს პოზიციონირება გაუგებარია ყოფილი დიპლომატებისთვის. პოლონეთის ელჩის ეს მხილება კი არ არის ერთადერთი ფაქტი, რის გამოც საქართველოს საგარეო უწყება სკანდალში ეხვევა. სამინისტროში ცოტა ხნის წინ დაბარებული იყო დანიის ელჩიც, რისი მიზეზით მის მიერ ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება. ნათია ქოქოსაძე შემოგვიერთდება ახლა ამ თემით პირდაპირ ეთერში. Თათია, პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით ბუნებრივია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვთხოვეთ მათ განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა უწყებისგან ოფიციალური განმარტება ან მათი წარმომადგენლის თანხმობა ინტერვიუსთან დაკავშირებით ამ დრომდე ჩვენამდე არ მოსულა და შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ამ საკითხზე დუმს. რაც შეეხება საკითხზე გამოხმაურებებს, ჩვენ ვესაუბრეთ ყოფილ დიპლომატებს და ასევე უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს და ყველანი თანხმდებიან ერთზე, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ამგვარი ნაბიჯები და რიტორიკა პირველ რიგში არის დამაზიანებელი ქვეყნის იმიჯისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ეს აზიანებს ქვეყნის პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ახლა არის განსაკუთრებით ყურადსაღები პერიოდი, გულისხმობ ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდს, ქვეყანა მიიღო კანდიდატის სტატუსი გარკვეული დათქმებით და აი ახლა სწორედ ამ მნიშვნელოვან პერიოდში ქვეყნის საგარეო უწყება, როდესაც აკეთებს დგამს მსგავს ნაბიჯებს და ფაქტობრივად უპირისპირდება დასავლელ პარტნიორებს და მათ დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებს. ექსპერტების შეფასებით ეს არის დამაზიანებელი საბოლოო ჯამში ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთიც არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათა შორის, რომელიც საქართველოს დიდი ხნის მეგობარი ქვეყანაა და საქართველოს მხარდამჭერია მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზეც. სამწუხაროდ უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ელჩების ასე ვთქვათ დაბარება, ან ღიად საყვედურის გამოცხადება, ან ფარულად რაღაც დახურულ კარს მიღმა გავლენის მოხდენის მცდელობა. ეს არის ასევე კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რუსული ხელისუფლება არა მხოლოდ განცხადებებისა და პოლიტიკის დონეზე, არამედ შინაარსის დონეზეც, იმიტომ რომ ეს პრაქტიკა ელჩებზე ამ ფორმით გავლენის მოხდენის ხო არის საბჭოთა რუსული ტრადიცია. ეს არის საქართველოს რეპუტაციისთვის დამაზიანებელი, როგორც წარმოგიდგენიათ, სხვა სახელმწიფოებს მოუნდებათ ჩვენს სახელმწიფოსთან პარტნიორობა. ქართული ოცნება ახდენს საბჭოთა წარსულის იდეალიზაციას, ახდენს საბჭოთა წარსულის განდიდებას. ეს მას სჭირდება პროპაგანდისტული მიზნებისთვის და ეს როგორც ჩანს არის ასევე მათი რუსული პოლიტიკის ნაწილი. ერთ-ერთი ემთხვევა მათი განცხადებები ამ ნაწილში პუტინის განცხადებებს და ზოგადად პუტინის დამოკიდებულება სტალინიზმთან და საბჭოთა წარსულთან. თავისთავად ახლა მუზეუმის მიმართ პოზიცია გამოხატა ჩვენი მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენელმა, საერთოდ როგორ უნდა ბედაობდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე პოზიციის გამოხატვას, საერთოდ როგორ უნდა უკავშირდებოდეს ელჩს ამ თემაზე და ვთქვათ უზღუდავდეს მას და უწესებდეს სასაუბრო კონტექსტს, ხო? რომ არ იყოს ეს მათთვის ამდენად მტკივნეული, რასაც ის ეხება. სრულიად ლოგიკური მოსაზრება გამოხატა მან, რომ საქართველოს სანქციებს თუ არ უერთდება, მაშინ რამე სიმბოლური ნაბიჯი მაინც გადადგასო, ხო? სწორედ ამ სიმბოლიკების წინააღმდეგ მათ აქვთ პროტესტი და მათ აქვთ დავალება, რომ რეაგირება მოახდინონ. ეს არის აქ მთავარი პრობლემა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ერევა და იღებს შესაბამის ზომებს, რომლის უფლებაც ჩემი აზრით მათ არ უნდა ჰქონდათ. ოპოზიციისთვის კი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ამგვარი ნაბიჯები არის კიდევ ერთი დასტური იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკურ კურსს მიყვება. ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებისთვის უკვე ჩვეულ სტანდარტად იქცა ყოველდღიურობაში გამოიყენოს რუსული სტანდარტები და იმოქმედოს რუსული ინტერესების მიხედვით. სწორედ ამიტომ ოპონენტები განმარტავენ, რომ სწორედ ამიტომ გამოიწვია უწყების გაღიზიანებაც
პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენლის მხრიდან საბჭოთა სიმბოლიკის გაკრიტიკების შემდეგ და ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს დაიცვას საბჭოთა სიმბოლიკა, მიხვეს რუსულ ნარატივს და აქედან გამომდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ნაბიჯებიც, რაც საბოლოო ჯამში მიუღებელი არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვისაც და ისინიც თვლიან ისევე როგორც ექსპერტები და ყოფილი დიპლომატები, რომ საბოლოოდ ამგვარი რიტორიკა და ნაბიჯები ქვეყნის საგარეო უწყებისგან არის საქართველოს იმიჯისთვის საზიანო და შემლახავი საერთაშორისო ასპარეზზე. ბატონი ელჩის განცხადება კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ადასტურებს, რომ ამ ხელისუფლებას მართავს რუსეთის და რუსული პროპაგანდისტული გავლენების მსახური ხელისუფლება, რომელიც იმასაც კი არ ერიდება, რომ საქართველოს ყველაზე ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორების ელჩებს საყვედური გამოუცხადოს, როგორც ჩანს, მათ შორის სტალინის თემის გამოც კი. დღეს ჩვენ მივიღეთ ისეთი სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება სპობს საგარეო ურთიერთობებს, სპობს ყველა მნიშვნელოვან პარტნიორობას და მეგობრობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ამავე დროს, როგორც ჩანს, უკვე ფორმალური მექანიზმების გამოყენებითაც კი იცავს სტალინს, საქართველოს მტერს და იცავს ისეთი ტიპის ღირებულებით ღერს, რომელიც არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მომართული. ეს რა თქმა უნდა ართულებს საქართველოს პოზიციებს მეგობრებთან დაკავშირებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა არის საცოცხლო მნიშვნელოვანი ტერიტორიული მცენარეების და სუვერენიტეტის საკითხში, რაც კიდევ უფრო გაძლიერებულია რუსეთის მხრიდან ანექსიური პროცესებთან მიმართებაში. ამიტომ ამ მოცემულობაში საგარეო საქმეთა სამინისტრო ნაცვლად იმისა, რომ ამყარებდეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენ დასავლურ მეგობრებთან ურთიერთობებს, ის აუარესებს ამ ფორმით, რაც რა თქმა უნდა აზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიული მცენარეების მხარდაჭერას, რომელიც კიდევ უფრო მოწყვლადი ხდება რუსეთის მხრიდან. მაშასე თქვენ მოისმინეთ შეფასებები ყოფილი დიპლომატებისგან, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში ექსპერტებისგან და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან და ახლა საინტერესოა რა განმარტებას გააკეთებენ თავად საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც როგორც თავშივე გითხარით, ჩვენ დავუკავშირდით უწყებას, თუმცა ამ დრომდე მათგან ოფიციალური განმარტება საკითხთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.